გულშემატკივრო. შენ ბრაზილიას გულშემატკივრო? ბრაზილიას გულშემატკივრო ბავშვობიდან, აი რონალდო რო იყო, ნამდვილ რონალდოს რო ეძახიან, კიჭა, კბილებიანი, ხო. აი იმ დროიდან მოყოლებული. ლევან შენ? მე სიმართლე გითხრათ, იკა არასდროს არ მიყურებია ფეხბურთისთვის. არც ბურთი არ მითამაშია. რატო? რა ვიცი, ასე თუ მეგონა რომ უნდა წამეკითხა და ასე შემდეგ რა და ამისთვის მეგონა რომ დროის კარგვა იყო ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ მინდა გითხრა რომ რაც კვარაცხელი ამოჩდა, ვცდილობ რომ სადაც კვარაცხელია მონაწილეობს, თვალით შევხედო. თვალითო? ხო. რა პრობლემა აქვს მეორეზე? არა, იძახის რომ დაკავებული ვარო, თორემ პრობლემა არ გააჩნია. მეორე თვალი სხვა რაღაცას ვაკეთებ. აი. ჩვენ ყველას მეტაკლებად ჩვენი ფავორიტი გუნდები გვყავს, აგერ, მაგრამ რა ხდება მსოფლიოში და როგორ დგას განსაკუთრებულ წლევანდელ ჩემპიონატზე საერთოდ სასწაული ხდება, იმიტომ რომ ჯერ 6 მილიონი სტადიონის სტუმარი ყავთ გათვლილი და ესე ვთქვათ და დათვლილი, ვინც უნდა ეწვიოს ხო სტადიონებს ამ ჩემპიონატის განმავლობაში. 10 მილიონი ტურისტი ჩავა აი ამ ქვეყნებში, სადაც იმართება ეს ჩემპიონატი და შეხვედრები. შესაბამისად, რა დონის მზაობა აქვს წარმოიდგინე ახლა. აი ყველაფერი ამოაყირავეს, შეცვალეს და რადგანაც ესე იგი 104 მატჩი ხო უნდა იყოს და 48 ნაკრებით ჩადის. ანუ ეპიცენტრი არის იქ, ყველა თვალსაზრისით. თიკა, მინდა გითხრა რომ მართალია მე ფეხბურთს არ უყურებ, თუმცა ასეთი უპრეცედენტო ნაკადის მიღების შემთხვევაში ვალდებულება აქვს სახელმწიფოებს აღებული, რომ უზრუნველყონ ამა თუ იმ ადამიანის, ტურისტის, მხარდაჭერის, ხომაგის და საჭიროების მონაწილის და ასე და საჭიროების დაკმაყოფილება. განსაკუთრებით ეს ეხება სამედიცინო მომსახურეობას. ამიტომ ასეთი ქვეყნები მზად არიან, ხო, საავადმყოფოები, იზრდება საწოლ ფონდი, იზრდება მობილიზაცია მეტპერსონალის და ასე შემდეგ. და ამისთვის წლევანდელ ჩემპიონატზე რამოდენიმე მიმართულებით იმუშავეს. პირველი ეს გახლავთ საავადმყოფოების მოდერნიზაცია და ინციდენტების მართვა. ასევე საავადმყოფოებში დაინერგა ინციდენტების მართვის იერარქიული სისტემა და ეს უზრუნველყოფს მყისიერ რეაგირებას მასობრივი ტრავმებისას, აი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ასევე გეტყვით, რომ მოეწყო სხვადასხვა ალტერნატიული სივრცეები, emergency მისაღები განყოფილების პუნქტები. მეორე მიმართულება ეს არის ინფექციური დაავადებების კონტროლი და სკრინინგი. ვინაიდან მილიონობით ადამიანები ჩადიან სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში დაიგეგმა სკრინინგ ტესტების ჩატარება ტურისტებისთვის, რათა მომენტალურად იქნეს გამოვლენილი და გადაყვანილი იქნენ იზოლაციაში, ვისაც აქვს რესპირატორული ან ეგზოტიკური ტიპის ინფექციები. კარგით, ასევე რადგან ვახსენეთ გადაწყობა სრულიად, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჰოსპიტალები იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქები იკეტება, როდესაც მათშია კონკრეტულ ქალაქში, რადგან ასეთი გზები არის გადაკეტილი, ამიტომ საგანგებო სპეციალურ რეჟიმზე არიან გადასულები მორიგეობის თვალსაზრისით ექიმები და ამასთან ერთად დაუშვათ სხვა ტრანსპორტის საშუალებების, რაღაცა სხვა ალტერნატიული გზების მოძიება არის. სასწრაფო დახმარების მანქანამ დროულად მიაღწიოს როგორც დანიშნულების ადგილას, ასევე უკან კლინიკაში, რაღაც ეს ტრაექტორიებიც, ასე ვთქვათ, შეცვალეს და მოხაზეს სახლებურად. ასევე მოხდა მარაგების წინასწარი შევსება კლინიკებში, რასაკვირველია ეს იქნებოდა სხვადასხვა საჭიროებები, მედიკამენტები თუ იგივე სისხლის ბანკები და ასე შემდეგ, ყველანაირი რესურსი არის უზარმაზარი მარაგებით შევსებული, რომ არც ერთ ეტაპზე საავადმყოფოს არ დაჭირდეს რაღაც დამატებითი რესურსი. რაც თავარია, სანამ დაიწყებოდა ტურნირი, ესე იგი, რა თქმა უნდა, საავადმყოფოებმა, პოლიციამ და სახანძრომ გადამზადება ტექნიკური აღჭურვილობისათვის საკუთარი უნარჩვევების გაიარეს, იმისათვის, რომ კოორდინირებულად შეძლონ დახმარება საჭიროების შემთხვევაში. ამაზე მოკლედ ძალიან დიდმა რაოდენობის ადამიანმა, ძალიან ბევრმა გუნდმა, პროფესიონალმა იმუშავა იმისთვის, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი უხარბეზოდ შეუფერხებლად და დანაკარგისა თუ რაღაც რაიმე ტიპის ხორბლის გარეშე მოხდეს და შედგეს.